მოგესალმებით, ჩემო ლამაზებო, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და დღეს მინდა შემოგთავაზოთ გაშლა ურთიერთობის დინამიკა. ამ გაშლაში განვიხილავთ თქვენს ენერგიებს, თქვენს პარტნიორის ენერგიებს, ურთიერთობის დინამიკას, თუ რა მდგომარეობაშია ახლა ურთიერთობა, ურთიერთობის საფუძველი, თუ როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა, რა საერთო ღირებულებები და გამოცდილებები გაკავშირებთ ურთიერთობაში, ურთიერთობის უარყოფითი მხარეები, რაც ხელს უშლის თქვენს ურთიერთობის განვითარებას და დადებითი მხარეები და ბოლოს ურთიერთობის განვითარება, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. მაშა ასე დავიწყოთ და ვიკითხოთ ახლა თქვენი ურთიერთობის დინამიკა და გავიგოთ ყველაფერი რა არის, რა ხდება თქვენს ურთიერთობაში და როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. მაშასე დავიწყოთ ურთიერთობის საფუძველი. მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობის საფუძველი ემოციებზე, გრძნობებზე მეტად აქ აჩვენებს უფრო სტაბილურობას და ფინანსურ კმაყოფილებას. შეიძლება რომელიღაც პარტნიორი არის ფინანსურად უფრო ძლიერი, აქვს ფინანსური მემკვიდრეობა და ურთიერთობა უფრო დაიწყო ამ საფუძველზე, ფინანსური სტაბილურობის მიღების საფუძველზე, რადგან თავი ეგრძნო უფრო მყარად და ფინანსურად სტაბილურად. აქ ემოციებზე მეტად აჩვენებს სტაბილურობის შეგრძნებას, ურთიერთობის დაწყება იყო ამაზე აგებული. თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ურთიერთობაში, ენერგიები არის თქვენ ხართ ვერ იღებთ ამ ურთიერთობიდან ემოციურ კმაყოფილებას, გაკლიათ ამ ურთიერთობაში ემოციები, არ ხართ ემოციურად სავსე ამ ურთიერთობაში. თქვენი პარტნიორი ეს ენერგიები არის, თქვენი პარტნიორი არის უფრო ცივი ადამიანი, არ გამოხატავს ემოციებს, უფრო ურთიერთობაში არის ადამიანი, რომელიც სურს კონტროლი ურთიერთობის და აქედან გამომდინარე, ალბათ თქვენ გაქვთ იმიტომ ემოციების ნაკლებობა, რადგან ის ემოციებზე მეტად უფრო ურთიერთობაში მოქმედებს და ცდილობს, რომ ურთიერთობაში იყოს წამყვანი პიროვნება. ის არის უფრო ცივი ადამიანი, ის ამოვიდა ხმლების მეფეში, რომელიც არის უფრო ადამიანი, რომელიც გონებით მართავს ყველაფერს და აჩვენებს ნაკლებად ემოციებს. ურთიერთობის დინამიკა მინდა ვთქვა, რომ არის ურთიერთობაში არის
დინამიკა არის ვთქვათ, ერთ ადგილზე ტრიალებს ურთიერთობა, არ მიდის წინ, არ ვითარდება. ურთიერთობაში ხან არის კარგი პერიოდები, ხან არის დაძაბულობა. შეიძლება ურთიერთობაში გიწევდეთ რაღაც თამაშებიც, რომ ურთიერთობა წავიდეს უფრო წინ. ანუ ურთიერთობის დინამიკა ვერ ვიტყვი ეხლა რომ არის შეჩერებული, არ შეჩერებულია, მაგრამ არც წინსვლა აქვს, ვთქვათ ასე, არც კარგად მიმდინარეობს და არც ცუდად. რა არის ურთიერთობაში უარყოფითი მხარეები? მინდა ვთქვა ურთიერთობაში უარყოფითი მხარეები, ურთიერთობაში არის ეჭვი, დაძაბულობა, შეიძლება ეს ეჭვი იყოს და დაძაბულობა ეხებოდეს მესამე პირს, არის ურთიერთობაში ემოციების ნაკლებობა, თქვენ არ გამოხატავთ ერთმანეთთან თქვენს ემოციებს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ურთიერთობის განვითარებას. აბალანსებთ მდგომარეობას, ფიქრობთ, რომ ამ თქვენი სიჩუმით აბალანსებთ მდგომარეობას, მაგრამ შეიძლება ეს პირიქით ხელშემშლელი იყოს ურთიერთობისთვის. აუცილებლად უნდა მოხდეს კომუნიკაცია და გულწრფელი საუბრები. ურთიერთობის დადებითი მხარე. ურთიერთობის დადებითი მხარე არის რაც ხელშეუწყობს ურთიერთობის განვითარებას, არის რომ სცადოთ ყველაფრის განახლება და დაიწყოთ ყველაფერი ახლიდან. ურთიერთობაში შეიტანოთ უფრო მეტი სტაბილურობა, მოძებნოთ გზები, სადაც მოხდება თქვენი ურთიერთშეთანხმება და გაგება და ურთიერთობა გადაიყვანოთ ახალ ეტაპზე, ახალ შესაძლებლობებზე და საბოლოოდ მომავალი, ურთიერთობის მომავალი. ურთიერთობაში არ ხდება ადვილი წინსვლა და განვითარება. ურთიერთობაში მოგიწევთ პოზიციების, საკუთარი აზრების დაცვა და შეიძლება მოგიწევთ ბრძოლა ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ანუ ურთიერთობა არ მიდის მშვიდად, არ ექნება მშვიდი განვითარება, იქნება თქვენი პოზიციების დაცვა და ბრძოლა ურთიერთობის შესანარჩუნებლად. და აქვე ახლა მინდა ვკითხო, თუ თქვენი ურთიერთობა, თუ ამ ურთიერთობაში თქვენ მოგიწევთ ბრძოლა შესანარჩუნებლად, ღირს ასეთი ურთიერთობისთვის ბრძოლა და შენარჩუნება? და მოდით ვკითხოთ ჩემს ულამაზეს ტყის საიდუმლოს რჩევა, თუ როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ, რა უნდა გააკეთოთ ამ ურთიერთობისთვის. და ჩემი ტყის საიდუმლო გეუბნებათ, რომ დარჩით საკუთარი თავის ერთგული, ნუ იმოქმედებთ სხვები თუ რას იტყვიან, ამის გამო თქვენ სურვილების საწინააღმდეგოდ და თქვენ გადაწყვეტეთ, გინდათ თუ არა ასეთ ურთიერთობაში ყოფნა.